გურჯაანის კულტურის ცენტრში სიახლეებია. სამხატვრო ხელმძღვანელის ილია დათუაშვილის ინიციატივით არაერთი პროექტი განხორციელდა. იგი ჩვენი სტუმარია და დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის. გამარჯობა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. გამარჯობათ, მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ბატონო ილია, რა რეფორმები გაატარეთ მას შემდეგ, რაც თქვენ სამხატვრო ხელმძღვანელი გახდით? მე დაახლოებით ალბათ 4 წელია უკვე კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელად ვარ და რა თქმა უნდა მთელი რიგი პროექტები განვახორციელეთ, რეფორმების მხრივ რა გითხრათ, მაგრამ პროექტები ბევრი განვახორციელეთ და კიდევ რა თქმა უნდა ვაპირებთ სიახლეები შეიტანეთ. კი, სიახლეები შედა, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მეორე წელი უკვე კულტურის ცენტრში ახალი ხელმძღვანელი ყავს, ჩვენ ბექა სონღულაშვილი, ესეთი ენერგიული, მცოდნე ახალგაზრდა კაცი, რომელიც არის მოქმედი მსახიობი რუსთაველის თეატრის. მას დიდი გამოცდილება აქვს თეატრის კუთხით და მე მინდა აღვნიშნო, რომ გურჯაანს ნამდვილად აკლდა ეს სფერო, ეს მიმართულება, ამის სისავსი არ იგრძნობოდა, არ იყო და ძალიან მასშტაბური ღონისძიებები გატარდა თეატრის მხრივ. ფაქტობრივად ჩამოყალიბდა მოზარდთა ახალი თეატრი, ასევე ძალიან ბევრი სპექტაკლები იმართება, მინდა გითხრათ, მოწვეული მსახიობების თუ ადგილობრივი ახალგაზრდები არიან ჩართული, ძალიან ბევრმა გამოთქვა ასევე ჩაბარება უკვე, ეს ინტერესი გამოთქვეს, აი ესე კი რესურსი ძალიან მე ადრეც აღვნიშნე ამ ეთერში თქვენთან, რომ შემოქმედებითი რესურსი გურჯაანში არის ძალიან დიდი, როგორც მუსიკალური, ასევე თეატრის მიმართულებით, ასევე კინოს და ბევრი მიმართულებები და ჩვენი ყველაზე დიდი მაინც პროექტი იყო ჩვენი მუსიკალური სფეროში საალტვარო სკოლების დაფუძნება 2014 წელს მოგეხსენებათ, უკვე ვიცით რომ ბატონ დავით ცინცაძის ინიციატივით და ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით დაფუძნდა ლევან მოღალაშვილის სახელობის საალტვარო სკოლა, ასევე ეს რამოდენიმე წლის შემდეგ უკვე აუცილებლობა გახდა, რომ გავზარდეთ პედაგოგების რაოდენობა, მოვიწვიეთ რამოდენიმე პედაგოგი თბილისიდან და ყველაზე კარგი ის იყო, რომ ჩვენი აღზრდილები, ადგილობრივი სხვადასხვა ჩვენს ბავშვთა გუნდში აღზრდილები უკვე უნივერსიტეტში ჩააბარეს და გვიბრუნდნენ როგორც პედაგოგებად, ზოგი აგრძელებს სწავლას, ზოგმა დაამთავრა და უკვე 6-7 სოფელში ჩვენ გვაქვს საალტვარო სკოლები. შემიძლია ჩამოგითვალოთ კიდე საინტერესოა რომ სოფლებში არის და კი ბატონო, შემიძლია ჩამოგითვალოთ კიდე საინტერესოა რომ სოფლებში არის და კი ბატონო, ეს არის ვაზის უბანში, ეს არის ჩუმლაღში, საკმაოდ ისეთი რაოდენობა არის ბავშვების ყოველწელს ემატება, ასევე გურჯაანის ცენტრალური პროექტყვიან ჭანდარში, ჭანდარი ძირკოკი, ეს არის კაჭრეთი მელანი, ბაკურციხე და კარდენახი. მინდა გითხრათ, რომ დიდი გამოხმაურება მოყვა და დიდი რეზონანსი ამ საალტვარო სკოლების გახსნას, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი ის არის, რომ უფასოა, სწავლა უფასოა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები შეისწავლიან იმას, რაც არის ქართული, რაც არის ტრადიციული. მართალია შეიძლება ყველა არ გაყვეს, მაგრამ ამ სფეროში აღზრდილი უკვე სხვანაირი მომავალთაობა, სხვანაირი მიდგომებით იქნება გამშვალული და ალბათ ვიცით ხო, ბევრი წარმატებული ბიზნესმენი თუ წარმატებული სპორტსმენი თუ ასე თქვა სხვა სფეროს წარმომადგენლები, ყველას აქვს თითქმის გავლილი ქორეოგრაფია თუ მუსიკალური განათლება და როგორც ვიცი, გალობასაც ასწავლეთ, ხო? რა თქმა უნდა, დიახ, გალობა ხალ ჩვენ ეს ლევან მოღალაშვილის სახელობის პირდაპირ დასახლებას გეტყვით ზუსტად ციტირებას, ლევან მოღალაშვილის სახელობის ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლა არის ჩვენთან. ამ სკოლამ უკვე 7-8 კურსდამთავრებული მისცა უნივერსიტეტს და უნივერსიტეტიდან რამოდენიმე ჩვენ უკვე დაგვიბრუნდა როგორც პედაგოგება და ეს ჩვენთვის დიდი კომფორტია, ერთი მხრივ რომ ადგილობრივი აღარ წავიდა, აღარ მიდიან, მიგრაცია აღარ ხდება, მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი შეწყობა, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლების და დაინტერესება ჩვენი ახალგაზრდების. წეგან მოგახსენეთ, მინდა ორი სიტყვა შევეხო თეატრის სფეროს, იმიტომ რომ ბატონი ბექა სონღულაშვილის მოსვლის დღიდან ეს სფერო ძალიან
ძალიან ისეთი აქტიური მუშაობა მიდის, იმიტომ რომ გამოცოცხლდა გურჯაანში ბევრი თეატრი ჩამ, ბევრი სპექტაკლი დაიდგა მომავალშიც დაანონსებული არის კარგი სპექტაკლების ჩამოტანაც, ასევე გასტროლზე მიემართება ახლა სვანეთის ჩვენი თეატრი, მეაქვს 2 სპექტაკლი და იქიდანაც ვიღებთ სტუმრებს. ალბათ ვიცით ხო ყველამ საზოგადოების ცნობილი იყო რომ თეატრალური ფესტივალი სიღნაღის გურჯაანში გაიმართა და ვფიქრობ რომ რაღაც კულტურული ცხოვრება უფრო გამოცოცხლდა, უფრო მასშტაბი მიიღო და მგონია ცოტა ხანში გურჯაანი ჰაბი ხდება როგორც მუსიკალური მხრივ, ასე თეატრის მხრივ და ყველას უსურვებ წარმატებას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენს რაიონს და პატივცემულ ბექას, ჩვენს დირექტორს, ჩვენს მენეჯერს როიტყვიან ძალიან კარგ ახალგაზრდას და კარგ მეგობარ კაცს, რომელიც ძალიან ისეთი მასშტაბურად ფიქრობს ჩვენი რაიონისთვის სხვადასხვა სიახლეების დანერგვას, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად და ჩვენ რამოდენიმე პროექტი გვაქვს საომალოდ ბოდის გიხდით, ახლა ვერ ერთობლივად აპირებ? კი, დიახ, ერთობლივად ვაპირებ და საკმაოდ საინტერესო პროექტია და ვფიქრობ, რომ წარმატებული პროექტი გამოდგება, იმიტომ რომ უკვე აი შიდა სამგზავროში როიტყვიან დაინტერესება არის ისეთი ადამიანებისგან, რომელზეც აიგება მერე ეს პროექტი და დიახ. თქვენ ახსენეთ, რომ კულტურული ცხოვრება უფრო აქტიური გახდა გურჯაანში. თქვენი ხედვით კიდევ რა არის საჭირო, რომ ამ მიმართულებით გაკეთდეს ჩვენს მუნიციპალიტეტში? მოდით მაშინ მე შევეხები მნიშვნელოვან რამოდენიმე პროექტს, რამაც უფრო მეტი პოპულარობა მოუპოვა, თუნდაც ის რა ღირს, რომ ეხლა სულ ახლა ხანს დამთავრდა პროექტი ხალხური, ძალიან მასშტაბური მეგაშოუ, ესეთი ფაქტობრივად მე არც მახსოვს ესეთი მასშტაბის ხალხური მიმართულებით, სადაც გურჯაანის 2 ფოლკლორულმა ანსამბლმა მიიღო და საკმაოდ წარმატებულად, ხო? ანსამბლი ხარება, ანსამბლი გურჯაანი. ფინალისტები გავხდით, ანსამბლი გურჯაანი გახდა, მოგეხსენათ მე ანსამბლის ხელმძღვანელიც ვარ, ანსამბლ გურჯაანის. ჩვენ ფინალისტები გავხდით და ძალიან დიდი გამოხმაურება ყובה, ძალიან ბევრი თბილისი ტყვები, ხომაგობა ჩვენი რაიონის, არამატო ჩვენი რაიონის და აქეთ დაინტერესება უფრო მეტია. ხომ თქვენ ციცით რომ რაც უფრო მეტი არის თქვა ცნობადობა, მეტი არის უფრო დაინტერესება. ეხლა ამ ხალხურთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ბავშვები, ძალიან ბევრი მშობლები გვიკავშირდებიან, უნდათ მოყვანა ხალხურ სიმღერაზე და ეს თავისთავად უკვე мотиваცია ჩვენთვისაც, ბავშვებისთვისაც. რა კრიტერიუმების მიხედვით იღებთ ხოლმე ბავშვებს ანსამბლში? რა თქმა უნდა, ეხლა პირველ რიგში წლოვანება, ხო, წლოვანება შეიძლება განსაზღვროთ 5 წლიდან. საერთოდ 6 წელი არის, მაგრამ ჩვენ მქონია შემთხვევა, რომ 4 წლიდანაც მიგვიღია 3-4 შემთხვევა ისე ძალიან კარგი ბავშვი, რომლებიც არ დაიჩაგრნენ პირიქით და ნუ ფაქტობრივად 6 წლიდან 14 წლამდე უფრო მეტი უკვე თუ მაგალითად უნდა ბავშვს პროფესიულად გაიხადოს მიზანშეწონია უფრო პატარა ასაკიდან. სმენა რომ უნდა კონდეს ესეც ხო ვიცით. სმენა, რიტმი, ათვისება ტექსტების და ასე შემდეგ. არის მოსამზადებელი პერიოდი, რომელსაც შევხედეთ 3 თვიანი მოსამზადებელი ისე უფასოავლება მიდის საერთოდ მოგეხსენება და 3 თვის განმავლობაში შევხედავთ ბავშვებს, ნაწილს ვიტოვებთ, ნაწილს მშობლებს ვაცნობებთ, რომ თქვათ შესაბამისი მონაცემები არ არის ბავშვის, რა თქმა უნდა, ცოტა სათუთია იმის შემდეგ რაც ბავშვი დადის, რომ მე დაემშვიდობა, მაგრამ გქონია ჩვენ შემთხვევები ასეთი პასუხის შემდეგ მშობლებს მაინც უთქვია, რომ იქნება და იაროს, მინდა რომ ცოტა და ჩვენ დაგვიშვია ესეთი გამონაკლისებიც. თუ არ ყოფილა შემთხვევა, რომ თავდაპირველად გეგონათ, რომ არ ქონდა მონაცემები ბავშვს, მაგრამ შემდეგ დიდი შრომის შედეგად რაღაც შედეგს მიაღწია. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ არა. მშობლებს გონებია, რომ აი თუნდაც მუსიკალური ტრადიციის მშობლებსაც გონებიათ, რომ არ აქვს ბავშვს სმენა, მაგრამ იმდენად კარგად განვითარებულან შემდეგ რომ ასე ვთქვათ, ისეთი უფრო აქტიური სოლისტები გამხდარან. ყოფილა შემთხვევა მაგალითად 3 თვე საერთოდ ბავშვს ხმა არ ამოუღია და მე ისეთი უმღერია, რომ ჩვენც კი გავოცებულ ვართ. ასე რომ ჩვენთან მე ყოველთვის ვიტყვი ხოლმე, რომ ჩვენი კახეთის რეგიონი სპორტი და ვოკალი ასეთი მუსიკალური მიმართულება ძალიან ისეთი აქტიურია და გენიჭსა როგორც ქართველი კაცის, ასევე ჩვენი მხარისთვის. ასე გასტროლებზე მიყავთ როგორც მაქვს ინფორმაცია და გვაქვს ძალიან დიდი კონტაქტები საზღვარგარეთის ქვეყნებთან. კი, გვაქვს, რა თქმა უნდა, ამის გარეშე არ არსებობს
არც ანსამბლის კონცერტის გასვლების გარეშე განვითარება არც ერთ სფეროში არ არსებობს. ვარსტები სომხეთშიც გყავდათ. დიახ. დიდი ანსამბლი მინდა გითხრათ რომ იყო ბოლო წელს იყო ვილნიუსში ფესტივალზე, ესე იგი პაკროვის ზარები ქვია ლიეტუვაში. და სულ ბოლოს იყო ეხლა ვიყავით ჩვენ ინდოეთში საკმაოდ საინტერესო ფესტივალი იყო ასე შორს ხო, მაგრამ ესეთი ქეთევანის ფესტივალი ქვია, ტარდება უკვე მე-5-6 წელია და ესეთი ძალიან ესეთი დიდი დაინტერესება გამოიწვია ჩვენებიც რომ ჩავიდნენ, კარგი თბილი მასპინძლობა გაუწია იმ ქვეყანამ ინდოეთმა თავისი ასე ვთქვათ სამზარეულოთი და ასე შემდეგ. ბავშვთა გუნდი იმყოფებოდა ხო, საკმაოდ საინტერესო ფესტივალზე ერევანში, სტანისლავსკის სახელობის თეატრში, სადაც იყო სატელევიზიო პროექტი ფოლკლორული და საკმაოდ ისეთი ორი ნომრის მაგერად ჩვენ 4 ნომერი მოგცეს, ესეთი ასე ვთქვათ, რომ წავსდე კიდე პროგრამა ავაჩვენეთ, 4 ნომრით გამოვიდა გუნდი და საკმაოდ წარმატებულად მოვიარეთ ერევანი. მოგეხსენებათ, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის მრავალსაუკუნოვანი ის ურთიერთობები არის ტრადიციით, მაგრამ მაინც ვთვლით საჭიროთ, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან წაადგება ორივე მხარეს და ნებისმიერ ქვეყანას, რომ ჩვენ გავეცნოთ მათ კულტურას, ისინი გაეცნოთ და ჩვენ პოპულარიზაცია გავუწიოთ ჩვენს გავლობას და ხალხურ ტრადიციულ მუსიკას მოკლედ. რა ძალიან დიდი განძის მფლობელები ვარ და ვფიქრობ, რომ გავთხილებაც გჭირდება. და ბოლოს რა სამომავლო გეგმები გაქვთ? ხო, სამომავლო გეგმები ისეთი მასშტაბური გვაქვს. სასიამოვნო გეგმები. წლის ბოლოს გვიან შემოდგომით ანსამბლი გურჯაანი და ბავშვთა გუნდი აპირებს კონსერვატორიის დიდ დარბაზში სოლო კონცერტის გამართვას, ეს ერთი. ასევე იგეგმება მეორე წიგნის გურჯაანელი ლოტბარები, ალბათ ვიცით ხო ყველამ რომ 22 წელს იქნა გამომშვებული წიგნი ლევან მუღალაშვილი გურჯაანელი ლოტბარები და პირველი ლევან მუღალაშვილის წიგნი გამოიცა მისი აუდიო ალბომით, მისი ბიოგრაფიული ინფორმაციით, მონაცემებით და ყველა იმ ცხოვრებისეული გურჯაანის კულტურული ცხოვრებაში რაც კი მიდიოდა 50 წლის განმავლობაში, შესაბამისად ვეცადეთ რომ ჩაგვეტია ყველა ამ წიგნში. დანარჩენი ამ წიგნის მეორე ნაწილი გამოვა გურჯაანელი ლოტბარული წიგნი მეორე, ამის პრეზენტაციას გეგმავთ და ასევე აუდიო ალბომი კონცერტთან ერთად შედგება აუდიო ალბომის კონსერვატორიის კონცერტთან ერთად შედგება აუდიო ალბომის წარდგენა პრეზენტაცია. ასე რომ გეგმები სასიამოვნო და კარგი გვაქვს და. დიდი მადლობა